ის არის სულელური სურათები რო ხატია და ჰოლივუდში ძალიან პოპულარია. გვაქვს შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ ხოლმე პირველი ასოციაცია რაც მოგვივა და რამე დასკვნას გამოვიდა. არა, დასკვნებს არ გავაკეთებთ, მაგრამ კადრს გარეთ. არც მე არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ არის საკმარისი იმისთვის რომ რამე დასკვნა. ოღონდ რა გავაკეთოთ? მე თქვენ თქვით პირველი სიტყვები რაც თავში მოვა და მე გეტყვით სტატისტიკურად ყველაზე ხშირად რას ამბობენ ხოლმე ადამიანები. კი ბატონო. ანუ რა კატეგორიაში ვარ. და საით რაღაცა საით შეგვიძლია ეს ცოტა უფრო საინტერესო გავხადოთ და დავხვეწოთ და ვთქვათ ერთი სიტყვა და ერთი ემოცია. რაც მოვა. აი, გაიქნება. ხო. პირველი არის სიტყვა ნებისმიერი. ნებისმიერი რაც თავში მოგივა დაატრიალეთ ფოტო როგორც პირველი არის ითია თუ ვინა მე მომაწოდე ხოლმე ესე დავიჯერ და ყველა დაინახავს ხო? ჩვენს გარდა. როგორც გინდათ დაატრიალეთ. მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. აი ანგელოზები რაღაცა ბუჩქის გარშემო ცეკვავენ. ანგელოზე და ემოცია? კაი ერთი ემოცია ისა. აი რომნება რაღაცა სიმსუბუქე სიკეთე. ოღონდ ესე? აი კოსმოსური ხომალდი. აი დამოუკიდებლობის დღეში რო ის Will Smith და ჯიგარი რომ იფრინავენ დაახლოებით ემოცია? ემოცია სამყარო შეცნობა კოსმოსი. ეს არის არაძალადობრივი სიკვდილით მკვდარი გუზი გახრწნის რაღაც ეტაპს. არაძალადობრივი ოღონდ გაითვალისწინე ანალიზის და არა ემოციაც რომ მოვისმინოთ. სიხარული. არა, შვება. ეს რა ემოცია იყოს და. ჩემთვის არის მწერი, ღამის წერი და ცოტა ზიზღი. აი ყველაზე ხშირად მაგას ამბობენ ხოლმე. მე ჯდები სტანდარტებში რა ვილუბერა. იმას არ ამბობენ Will Smith და ის. ჯერ არ მომისმენ. წერები რა არაძალადობრივი სიკვდილი მყარი ბუზი არ შედის მაგაში. კი, ეგეც არის ნამდვილი. შემდეგი? მეორე არის ეს. ჭკვიანები, ანუ მე და ის. ესეც ესე ყველა მხარე ეს? როგორც თქვი, არ ვიცი. აქაც რაღაცა ბავშვები თამაშობენ რა. ხალისი. რაღაცა თამაში და ცეკვა. ნაროკიანეში რომ კუნძულები არის მაგას მაგონებს. ის გუგლები რა მოაშეკარი და გეტყვი. ეს არის არა ისე. გიორგი სააკაძის ქუდიანი. ესა, ხო, ეგ ნახე. გიორგი სააკაძის ქუდიანი. ქუდის თარო. ქუდები უდევს იქ. ორი არსება სარკეში უკვე. ხო, მე ემოცია ჩავთვალე. ემოცია არის შური. მე კიდე რაღაცა იმაზე რა შუშაზე შური თუ შური მური შუშაზე მოდებული კლოუნი არა მოთხრებული ხო რაღაცა და შიში იმიტომ რომ კლოუნები არა კონძული ხო ეგ ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ უმეტესად ხო ადამიანებს ან ცხოველებს ურს ერთად ესე პირისპირ ხედავენ ხო მე დათვს ახსენებენ ხო კონკრეტული ადამიანი რო თქოს ვინმეს რომ გიორგი სააკაძეა აი ეგ არის ალბათ უნიკალური პასუხი წავედით რამე წამალი რო დაგვინიშნოს პროგრამას ხო ეგეც ეს ადვილია ფსიქოთერაპევტები წამლებს არ ნიშნავენ თუ ექიმის ლიცენზია არ აქვთ ეს არის კუდუსუნი ის არის რენტგენია ხო უფრო რენტგენი მე ის ამას რა თირკმელები არა ბიჭო ორ ძუძუებიან ხალს მე აქვს მძიმე თასი და დახილები არიან აფრიკელები ვიყოს აფრიკელები რაღაცა ეს არის რაღაც ქალაქმა გამოაცხადა და ახალ გერბზე კონკურსი და ვიღაცა მიიტანა აი ესეთი დამწყებმა მხატვარმა დამწყები მხატვარი და რაც შეეხება რეაქციას ეს არის აღტაცება მე მაგ ესეთი ვერსია ეს არის ჯანელას გასრესილი ბუზის ზედანაწილი კი გასრესილი არის ხო ჩემი ბუზი თავის სიკვდილით რომ მოგდარ გახმა ის ნაწილი მივოდოთ აბა თუთუაჯი ბუზი თუ გამოვა კი აიწყო რამდენიმე დღიანი შუალედით არის გაკეთებული ხო უმეტესად აკეთებენ აი ამბობენ ხოლმე რომ ეს ორი ადამიანია ესე ერთმანეთს აკონკრეტებენ მაგ სხეულის ნაწილებს ასახელებენ ხოლმე სავარაუდოდ გერბიც მაგიტო თქვენ რომ აი ხარაკი რუსეთის გერბი აუ მე ეგ მომივიდა ეგრევე თავში ოღონდ ისეთი შავი ანუ დამარცხებული რუსეთის გერბი კი გაშავებული რუსეთის აი ხო არის კვერცხი თეთრი და შავი ეს არის შავი რუსეთის ამაში ძალიან ძნელია რომ არ დაგეთა ამოატრიალე
უზი ამოტრიალებული რუსეთის გემი. ჯიგარი ხარ. მოიცა გეჭიროს, ჩემი აზრით ეს არის. შენ მოგეხეთ? ამოტრიალე. ვინ არის სირო არის კონკურსი, იქ რო გამოდიან ვიღაცა. გოლი რაღაცები ვაწვია. და ეგეთი. აქ ეს იყო, ხო, დამავიწყდა. ამაზე ყველაზე ხშირად ამბობენ ხოლმე ტყავი, ცხოველის ტყავს ამბობენ ხოლმე. რა კანიან, ტყავიან რაღაცა. არა, კიდე რას ყავს ეს, იცი? აი ესე წამოწეული რაღაცა იმას, რა დევს. დევს? ხო, დევი. ხო, დავია. ფეხები აგერა აქ და ესე გდია რა, ნასვამი დევი. ადამიანი ფარვანა. გამოატრიალე? ბეტმენი, რა ვიცი. ნო, ადამიანი ფარვანად. უფრო როგორ დგას, იცი? აი ეს ცხოველი ჩვენ რო ვნახეთ. აქ რაღაცა მოწყენილი არის რა და იქ ხო, და აი ჩვენ რო მოწყენილი ცხოველი ვნახეთ რა. ვისკაჩი. ეს არის კურდღელს მიასხეს ტაბახი და მიასწორია ტყეპეს კედელს. ან თავის სიკვდილით არ არის. ეს არის კურდღელი მოიტაცა ქორმა ზედხედი. ამაზე ხო გამურას ამბობენ ხოლმე ყველაზე ხშირად. ხო, ეს საინტერესო რო არ განახო. მეცა? ხოთეს. ეს არის ხიცვი, ჩემთვის. რა არის? ხიცვი. თქვა მეც რა მგონი. აუცილებლად. ეს არის მაღაზიებში რომ მანეკენებს რაღაცა აცვიათ. ტანსაცმელი, ანუ მაღაზიებში მანეკენებს აცვიათ ტანსაცმელი. ოღონ ამ შემთხვევაში ტანსაცმლის გადა რა გინახე რომ აცვიათ. ჯუბა თუ რა ისეთი. ბავშვობაში ამასაც დაარქვი, იცი? აჯღაბუჯღა. ბიჭო, აი ვერაფერს ვერ ამბო. გაჭირებული მარაგი. ეგეც ამ პროცესის თანდებია, რომ ხშირად ადამიანებს არ აქვს. ამაზე რა საუბარი? ამაზე ამბობენ ხოლმე, როგორც იყო ცხოველის ტყავს ან რაღაც ეგეც რა ერთნაირი ასოციაციები აქვს. ანუ აქ იმას გავს რა, როგორც იქ გოგოები არიან ესე რომ ეთიკის მიყურებენ. აი აფრიკელ ქალ ბოტონებს ეს ადრინდელი ვერსია. სანამ პატარები. ესენი ცეკვავენ რაღაც ესე და იგი. აი ის რო ხოიცი ხა სოციალურ ქსელში ვიდეოებია რაღაც აფრიკელები რო ცეკვავენ ხო. ჩემი აზრით ეს არის პარიკი. აი აქ თავი რო გაყო ესეთი პარიკი. საფრანგეთში რო. ხო. კვეთს რო წვალდა გაჟონა. ეს არის მაგისაც არა აქ თავს გა. აბა რა ქვია მაგას თავის გასაყოფი? ანტამარესკა. ხო. ოჩახბატო. ამაზე ხო ადამიანებს ამბობენ ხოლმე ბავშვებს ორი თავი. აი, იმიტომ ადამიანები არიან. ჯანელ გერბი. ო, ეს არის რაღაცა ევროპული, ოღონდ ძალიან პატარა ქვეყნის გერბი, ორი დათვით და ლურჯი წითელი და ყვითელი ფერი. ეს არის შუა საუკუნეების გემის აფრა, კაი ხანგრძლივი მოგზაურობის. და ესე არის მენჯბარძახის ისა რა ქვია. ხო, ტომოგრაფია. ემოციები დაგვაუწყდა. ამაზე ემოცია რა. კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. ეს არის მე-11 საუკუნის გლობუსი. ესე წარმოედგინეთ მაშინ სამხარ. ეს არის ფერზე შეგიძლია. ეს არის დამწყები იმპრესიონისტის შედევრი. დამწყები კონსპირაციის თეორიის ავტორია ერთი. ემოცია რა გაქვს ჯან? აღმაფრენა. ამაზე დადებითი ემოცია მაქვს მე. ფერები თავისას აკეთებს რა. კი. მაგას ბოლოს ვიტყვი კომენტარში. აქ ცხოველებს ხედავენ ხოლმე უმეტესად ეკვერდებზე რაც არის. აქ რა ფერი ვერ გავიგე რა. ეს არის ფილტვები. ეს ყველაფრის ისა. ეს არის ფსიქიატრმა სამი ფერის საღებავი წაუსვა ქაღალდს გადაკეცა გადმოგეცა და მოგვიტანა სტუდია. და გვაწამეთ. ემოცია არის გახისიანება. ეხლა ყველაფერს აქვს თავისი საზღვა. არა, ემოცია ნერვებზე თამაში. ეს არის ნერვები. უკვე ყელში ამას. ეხლა თქვენ დაიხედოთ საათზე. არა, ეს ჩემი პროფესია. ჩემი აზრით ეს არის უკრაინის დროშის კონტური რა. ამაზე ამბობენ ხოლმე ვულკანის ამოფრქვევას და ადამიანის რაღაც ეს არის ჩემთვის შემოდგომა.
ეს პრიანები აქედან რაღაცა ის. ჩემთვის ეს არის ფოიერვერკი. ჩემთვის საშვილოს ნოს გავს. საშვილო ფეიერვერკი საშვილოს ნოს. ამუტრიანებული საშვილოს. ქალით გასტაოდაყიდა. კაი გვერდულად, მარცხენა გვერდულად. საინტერესო ასოციაციები. ერთმანეთთან ახლოს არის. რაღაცა ყვავილებია. როგორ არის ახლა ფოიერვერკი და საშვილოს ნო როგორ არის ერთმანეთთან? იდეურად შეიძლება მაგის დაკავშირება. შეიძლება მიმომა ხარ მინდა ლაპარაკი. ნუ ამალაპარაკე. შემოაბრუნე. თეთრი მხრიდან აჩვენე, თეთრი მხრიდან. ეს არის საბავშვო ღონისძიების მერე ტანსაცმლის დეტალებს რომ იყრი მოყრიან იმაში გულისებში. კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. ეს არის იგიფელის კოშკთან რესტორანში პაპაყებს მიირთმევს ორი კრევეტი. ორი კიბორჩხალას ამბობენ. ორი ზღისხენი. ორი გაწყავებული ზღისხენი. იდეაში ემოციურადაც ბოლოსკენ უფრო ამბობენ ხოლმე რომ უფრო მსუბუქი ემოციები ეგ ტონალობები შემოდის. ამით იმას იგებენ ხოლმე. აი ყველა ბევრ ფილმში მინახავს ეს. უსმინოთ რა გაიგო ამით ჯერდა. ცხადია ვერაფერი კონკრეტულად მე ჩემი თეორია. უბრალოდ ეს არის ძალიან მარტივი, ამიტომა რომ ფსიქოლოგებთან საუბარი ხშირად არის ხოლმე ძალიან ის სტერეოტიპულად გაგებული, მოდი მოგიყვები სიზმარს და მითხარი რას ფიქრობ, ან განახებ ამას და გავიგებ შენს ხასიათის თვისება. ან ეგრე არ მუშაობს რა. მე ამისთვის საჭიროა რომ ძალიან დიდ ხანს ვისაუბროთ თითოეულ თქვენს ასოციაციაზე, ვილაპარაკოთ, გავაანალიზოთ და მე შეიძლება რაღაც საერთო სურათი შეიკრას და არა ისე რომ მე ახლა მოვიტანე ცუდ ხარისხა დამუბეჭდილი ფოტოები და ამას ვინ ხატავს? ეს შექმნა 1921 წელს. ეს არის როშახის ტესტი და არ არის გასაკვირი რომ რამდენი თვიანი არის ნამდვილი როშახი? 10 1921 წელს შექმნა. ამაზე მეტი არ არის? არა, სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ცხადია, მაგრამ ის ნამდვილი როშახები ეს არის. ორიგინალი ვერსია იყო 10 ესეთი ფოტო, რომელიც გამოიყენებოდა აი ამ საუბრის დასაწყებად და იმისთვის რომ ზოგადად ინფორმაცია მიიღო ადამიანს. რომ მიხვედი ფსიქოლოგთან და 1 საათიანი სესია გაქვს. რაღაცი დრო უნდა გაიყვანოს ფსიქოლოგმა. ეს მაყუთი აგახიოს. 1 საათი სეუდას რა უნდა და როშახმა თქვა, მაგის დედავატირე. აჰა, 10 სურათი და 20 წუთი გაგზავნა და გააგაწერა. შეიძლება არ არის ხოლმე მოსაწყენი ეგ დრო, ასე რომ. ხო და ეს არის რომ ის ფულის გადახდის პროცესი გაამხიარულო. აჰა, საინტერესო პერსპექტივაა ნამდვილად. საინტერესო შეთქმულების თეორია. და კლიენტი რო ფულს იღებს სეანსის პოს და აბა აქ რას ხედავ. რამდენიანი კუპიურა? კი არა აძლევს აბა რას ხედავ. როშახის კუპიურები რო.